სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, თუ რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. რატო დაუმარცხლე ამას არ ვიცი. მოკლედ, ჩვენ დღეს ვნახავთ რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. გვექნება სამი ვარიანტი. და ვნახოთ რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველი ვარიანტი, რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. მოდი სიგნიფიკაციები მექნება, თორე შეიძლება კარგად არ ჩანდეს ზარკანები. მოდი პირველი ვარიანტისთვის იყოს ესეთი ამაზონიტი თუ არ ვწდები ისე ქვია. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი იყოს ესეთი დრაკონის კულონი, ორი დრაკონია გამოსახული, შეიძლება კარგად ვერ აღიქვავდეთ. და მესამე ვარიანტი მოდი გქონდეს ესეთი ამეთვისტოს ქანქარა იყოს მესამე ვარიანტი. აბა უფრო კარგად დაგანახეთ ვარიანტებს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე? ჩვენ კი გაშლას დავიწყებთ ნელ-ნელა. რა კარმულ პერიოდს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე? ცოტა ხანი მეორე და მესამე ვარიანტს გადავწევ, ესე გადავწევ, რომ იგითობა არ ამერიოს. ვინც აირჩიეთ ამაზონიტი, პირველი ვარიანტი. რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე? თქვენი ცხოვრების ამ მომენტში თქვენი კარმული გაკვეთილი შეეხება საკუთარი შინაგანი ენერგიის დაბალანსებას, შინაგანი ჩრდილების დაბალანსებას, რომელიც გაგაჩნიათ. თქვენი ცხოვრების ამ მომენტში შეიძლება იკვეთებოდეს ძალიან ბევრი პრობლემა, პრობლემური საკითხი, როგორც შიგნიდან, ისე გარე სიტუაციებში, რაც გაჩვენებთ თქვენს, მოდი ესე ვიტყვი, პატარ-პატარა ბნელ კუნძულებს, ხო? სადაც აქამდე შეიძლება არ გინდოდათ შეხედვა, ან არ იყურებოდით. თუმცა რა თქმა უნდა, სამყაროს უნდა რომ ეს დაინახოთ, უნდა რომ ეს გაიაზროთ და გააცნობიეროთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ტრანსფორმაცია გაიაროთ. შეცვალოთ მდგომარეობა, შეცვალოთ სიტუაციები, რასაც დაინახავთ, აი ეს პროცესი დაამუშავოთ და გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. ახლა დგახართ გზაზე, სადაც თქვენი ენერგია ცდილობს ისწავლოს გამკლავება, როგორ შეცვალოს არსებული მდგომარეობა და როგორ გამოიყენოს ერთი შეხედვით არასასურველი პოზიცია, არასასურველი ენერგია უпростоრად, ან მდგომარეობა, იმისათვის, რომ თავისი თავი გარდაქმნას, შეცვალოს, უკეთესი გახადოს. ეს იმიტომ უნდა გამოვიდეს გარეთ და იმიტომ უნდა დაინახოთ და გააცნობიეროთ, რომ შექმნათ რაღაც უფრო უკეთესი. ნახოთ, რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ პირველი ვარიანტი ცხოვრების ამ მომენტში. როგორც უკვე გითხარით, თქვენი ყურებით, თქვენი ცხოვრების ბნელ კუნძულებში, სად შეგეშალათ, სად იყავით სწორი, სად იყავით არასწორი,
სად იმოქმედეთ სამართლიანად, უსამართლოდ, რისი გაფილტრვა არის თქვენს ცხოვრებაში საჭირო, რისი შეცვლა, რისი დაბალანსება, რის შედეგებსაც ვერ ხედავთ, რა უნდა ჩამოიშოროთ თქვენი ცხოვრებიდან, რა გაკვეთილი უნდა ისწავლოთ, ამის ანალიზი ხდება თქვენი გავლილი ცხოვრებიდან. აბა ჩავიძიეთ აქაც, რა არის ის გაკვეთილი, რომელიც თქვენ უნდა ისწავლოთ აი ამ კარმული პერიოდიდან. რა კარმული გაკვეთილი უნდა ისწავლოთ? უნდა ისწავლოთ ტკივილის შემთხვევაშიც კი, როდესაც არ გინდათ იმის აღიარება, რომ რაღაცა გიწყინათ, რაღაცა გიტკინათ. აი ამ სიტუაციებმა უნდა ისწავლოთ, როგორ არ უნდა დაგაგდოთ და როგორ უნდა გაუშვათ ის, რაც გტკენთ და გზა განაგრძოთ. თქვენი სასწავლი გაკვეთილი ახლა ზუსტად ის არის, რომ ის, რაც დასამთავრებელია, უნდა დაამთავროთ და დაასრულოთ და წახვიდეთ წინ. იმიტომ რომ რა აზრი აქვს გაჩერდე დამწვარ სასახლეში, ხო? არანაირი აზრი არ აქვს, ან ახალი უნდა შექმნა, ან კიდევ, რა თქმა უნდა, წინ წახვიდე და რაღაცა სხვაგან შექმნა ეს ახალი რაღაცა, ხო? ბრძოლის უნარიანი უნდა გახდეთ და ისეთ ადგილას, სადაც დაუშვათ არ იყავით დაფასებული, არ დაგაფასეს, არ შეირგეს თქვენი თავი, მოდი ესე რომ ვთქვათ, ხო? ასეთი ადგილებიდან უნდა წახვიდეთ და გადახვიდეთ ისეთ ადგილას, ისეთ სიტუაციებში, სადაც რაღაცა ახალი გამოცხილებები გექნებათ, ხო? და არ უნდა დარჩეთ ძველში, სადაც აღარაფერი აღარ ხდება. როგორ უნდა მოახერხოთ ამ გაკვეთილის სწავლა ამ მომენტში? შეიძლება ამაში დაგჭირდეთ ვიღაცების დახმარება და გარდა ამისა, მოგიწევთ გამოიჩინოთ კეთილგონიერება, სიყვარული, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე ადამიანების მიმართ, ასევე გამგებლობა და ასევე დაგჭირდებათ ძალიან დიდი ინტუიცია ამოიცნოთ ადამიანები, დაინახოთ და მიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, თუმცა მიღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეს ხალხი დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში ან სიტუაციები, ხო? მიღება და გააზრება ნიშნავს იმას, რომ მე აღარ მაქვს იმის იმედი, რომ ესენი შეიცვლებიან, ეს სიტუაცია შეიცვლება, გამოვასწორებ, ამას გადავაკეთებ, იმას ისე გადმოვაკეთებ და ასე შემდეგ, არანაირად ვიღებ სიტუაციას ან ადამიანებს ისეთად, როგორებიც არიან, ან როგორიც არის სიტუაცია, ოკეი, ამას ვერ ვცვლი, მაშინ სადამე მე აქედან მივდივარ და გადავდივარ სხვაგან, სადაც მე შევძლებ ჩემი თავის რეალიზებას, კარგად ყოფნას, ხო, როგორც ასეთი. ამიტომ შეიძლება აქ დაგჭირდეთ, ასე როგორც სიმკაცრის გამოჩენა, ეგ არის, ასე რომ ვთქვათ, თქვენი ერთ-ერთი ბნელი მხარის მდგომარეობა, პოზიცია, სადაც თქვენ უნდა გამოიჩინოთ სიმკაცრე, ხისტი გადაწყვეტილებები, ხო? ძალიან გასაგები უნდა იყოს ეს ყოველივე. კონკრეტული კარტები გესაუბრებიან ასევე იმას, რომ თქვენი ცხოვრების მომენტში, როგორც კარმული გაკვეთილი, გადიხართ თქვენი რეალობის ცვლილებისა და შექმნის პროცესს. უნდა გაიაზროთ ის, რაც არ გემსახურებათ, უნდა დაინახოთ პერსპექტივები საკუთარ შესაძლებლობებში, ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ სწორ ადგილას. შეიძლება თქვენ გეჩვენებოდეთ რთული და პრინციპში ეს ასეც არის, შეიძლება რთული იყოს არსებული სიტუაციის დატოვება, მაგრამ ეს გაითვალისწინეთ, რომ ხდება თქვენივე უკეთესობისთვის, უკეთესი სიტუაციებისთვის, უკეთესი მდგომარეობებისთვის, ახალი გაცნობიერება რომ მოვიდეს, განვითარება რომ მოვიდეს და შექმნათ ის, რაც რეალურად თქვენი საქმეა, თქვენი გასაკეთებელია, ხო? და მაშინ დაგჭირდებათ შეიძლება სხვების დახმარებაც, ხო? რაღაცა მარტოსულობის თემაში რო არ გადაიჭრათ, შეგიძლიათ პროცესში დაიხმაროთ სხვებიც. მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის.
მოდი ერთი არკანის სახით მინდა რომ ამოვიღოთ თქვენთვის რჩევაც. ძალიან სერიოზული გაშლა მინდა გითხრათ. პირველი ვარიანტი, რა იქნება რჩევა თქვენთვის? თქვენ სწავლობთ სიჩუმით და ისტორიას წერთ სიჩუმით. კარგი იქნება თქვენს გამოცდილებებს და განვლილ გზებს, ესე იგი ძალიან პირდაპირ გეტყვით რა თუ ჩაიწერთ. თქვენი თითოეული ნაბიჯი ჩაიწერეთ და ამავდროულად თქვენს თითოეულ ნაბიჯზე თქვენ იპოვით მინიშნებებს. სხვათა შორის ეს იქნება ან წიგნებში, ან სულიერ წიგნებში, ან კიდევ პირდაპირ მნიშვნელობით ტაროში. თქვენ ტაროში იპოვით თქვენს პასუხებს, შეიძლება ასტროლოგიაშიც იპოვოთ, თუმცა ქურუმი ქალი ჩემთვის ესეთ რომ ტაროსთან ასოცირდება, ან მიმართოთ თქვენს წმინდა ტექსტებს, რომელშიც რაღაც ისეთ სამოიკითხავთ, რაც იმ მომენტში გაშღერდება თქვენთვის როგორც პასუხი, მინიშნება, რა იქნება ეს? მიენდეთ სამყაროს და სამყაროს პროცესებს, იმიტომ რომ თქვენი რეალობა მოიწყობა თქვენი ნდობის მიხედვით. რამდენადაც თქვენი ნდობით სამყაროს, იმდენად გაჩუქებთ სამყარო სასურველ რეალობას, ის რაც საუკეთესო იქნება თქვენთვის. ენდეთ პროცესს, ინტუიციას ენდეთ და თქვენი პასუხები თქვენამდე მოვა. აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ. პირველი ვარიანტი დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის სიმართლე გითხრათ. ძალიან მაინტერესებს, ცოტა ინტრიგაში ჩავარდი. რა ხდება ასეთი თქვენს რეალობაში? კეთილი. ნახოთ, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ, მეორე ვარიანტი. ვინც აირჩიეთ ესეთი დრაკონის კულონი. რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ახლა? მეორე ვარიანტი. ამოვიდა ორაკული. თქვენი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს თქვენს ნაბიჯებში, გადაწყვეტილებებში და გზების სწორად განსაზღვრასა და დალაგებაში. თქვენი მომავლის გადაწყვეტაში და განსაზღვრაში. ძალიან საინტერესო კარტია მოგდით. ეს არის როგორც ტრანსფორმაციის, ისე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არკანი, სადაც თქვენ სამყაროს ენდობით, ინტუიციას ენდობით, წინაპრებს ენდობით, რატომღაც წინაპრების ენერგიაც მომდის და თქვენ იყენებთ შესაძლებლობას, ყველანაირ შესაძლებლობას მიიღოთ პასუხი თქვენს შეკითხვებზე. თქვენი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს ამ პასუხების სწორ ინტერპრეტაციაში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ მინიშნებებს და პასუხებს იღებთ და თქვენ თუ შეძლებთ და სწორ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ ამ მინიშნებებს, თქვენ ძალიან წარმატებულად გადალახავთ, მინდა გითხრათ, აი ამ პროცესს. ძალიან საინტერესოა. ვნახოთ მეორე ვარიანტი, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდეთ, რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ახლა. თქვენს გარშემო იდგმება ძალიან ბევრი სცენარი. სცენარი წარმატებული ქალის, სცენარი ადამიანის, რომელიც გამუდმებით რაღაცას ელოდება, შედეგს ელოდება. სცენარი, სადაც ის უკვე წარმატებულია და ეს პროცესით მოდის, პროცესით ხდება და ამავდროულად ხდება ღვთისწყალობით რო იტყვიან, ხო? სამყაროს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, წყალობით, უმაღლესი ძალების წყალობით
აი თითქოს ეს ყველაფერი უკვე ისედაც გადაწყვეტილი იყო თქვენს ცხოვრებაში. ბევრ მინიშნებებს მიიღეთ, მეგობრებო, კიდე ერთხელ გეტყვით რა, ძალიან ძლიერი გაშლა. ეხლა შეიძლება თქვენ გრძნობდეთ არასახარბიელო ენერგიას. გრძნობდეთ, რომ ხარს არავინ არ გიჭერთ, გრძნობდეთ, რომ რაღაცა არ გიმართლებთ, ბედი არ გწყალობთ, ან რაიმე ასეთი მსგავსი ფიქრი შეიძლება გქონდეს და რეალობაში ასე გრძნობდეთ თავს, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ დაინახე მინიშნებები და შენ გახდები წარმატებული. შენ თუ ამ კარმულ გაკვეთილს გაივლი და შენს მინიშნებებს სწორ ინტერპრეტაციას გაუკეთებ, ხო, რაც სამყარო გაწვის და გაძლევს, შენ გახდები წარმატებული. რა ფორმით ან რა ნიშნებს იღებ სამყაროსგან? მოდი აბა ვნახოთ. რა ნიშნებს იღებ სამყაროსგან? შენი ნიშნები არის იმაში, რომ შენი რეალობიდან ყველაფერი ინგრევა, რაც საშენოდ კარგი არ არის. შენი გულისთვის, შენი ცხოვრებისთვის კარგი არ არის. ვით შენ ზიანს მოგაყენებ და ან გაყენებს ასეთი ადამიანები ქრებიან შენი ცხოვრებიდან. ტოტალური განწმენდა ხდება ჩემო ძირფასო თქვენ ცხოვრებაში. ტოტალური განწმენდა. ეს იმიტომ არ ხდება, რომ აი მე და ეხა მე სამყაროს არ მოყვარვარ. პირიქით. თქვენი კეთილდღეობისთვის ხდება ეს და ეს უნდა დაინახოთ. ვიცი რთულია, არ გინდათ ამის მიღება ეხლა მე რასაც გეუბნებით, მაგრამ უნდა გაიგოთ და დაინახოთ, იმიტომ რომ ეს არის პროცესი. უნდა დაინახოთ, რატომ ხდება ეს? ხდება თქვენი კეთილდღეობისთვის და წარმატებისთვის. ერთბაშად დაინგრა ყველაფერი, იმიტომ რომ ეს თქვენი არ იყო. თქვენი კეთილდღეობისთვის არ იყო. თქვენ შეიძლება ამას აღიქვავდეთ, როგორც კიდევ ერთხელ გეტყვით, კარმულს ასჯობს, იმიტომ რომ კონტროლი აღარ გაქვთ სიტუაციას. მაგრამ რეალურად თქვენი გაურკვევლობა რამდენადაც ისეთი გაუგებარი უნდა იყოს, რეალურად ეს თქვენი კეთილდღეობისთვის ხდება. ვიცი რომ ამას ახლა ვერ ხედავთ და სანამ ეს არ მოხდება, ვერც დაინახავთ დიდი ალბათობით. შეიძლება ახლა ვერ იჯერებდეთ, რასაც მე გელაპარაკებით, მაგრამ ეს ხდება, აი ჩათვალეთ თქვენი, აი სასწაულად კარგად რო უნდა იყოთ აი მაგისთვის. თქვენი ქალური ბედნიერებისთვის. თუ მამაკაცები მიყურებთ, რა თქმა უნდა, მამაკაცური ბედნიერებისთვის, იმიტომ რომ წარმატებული იყოთ თქვენს ცხოვრებაში. როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. თუმცა აქ მამაკაცებს უფრო პირად ცხოვრებაზე გეხებათ. ქალბატონებს ყველა ასპექტში. თქვენმა შრომამ რო გაჩვენოთ შედეგი, ჯერ ყველაფერი ის უნდა მოიშოროთ, რაც ამ თქვენს შრომას აფუჭებს, ანაგვიანებს. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ რა. ვაშლები როდებს და ამ ვაშლებიდან ერთ-ერთი დამპალია. ის დამპალი ვაშლი რო არ ავიღო, ხო დანარჩენ ვაშლებს ეს გააფუჭებს. აი ეს ხდება თქვენს ცხოვრებაში, დამპალი ვაშლების ამოღება. გაუშვით რას გასაშვებია. ნუ მოეჭიდებით. ის საჭიროა, რატომაც ეს ასე ხდება. ტოტალურ წმენდაში ხართ. წარმატებებს გისურვებთ მეორე ვარიანტი. რჩევას ამოვიღებთ, თქვენთვის რა იქნება? პროცესს მიენდეთ და დროს. იმედს ნუ დაკარგავთ, ნდობას ნუ დაკარგავთ სამყაროს მიმართ და ამავდროულად ის მინიშნებები კიდევ გაგიმეორებთ, დაინახეთ, რასაც სამყარო გაწმით და გაძლევთ. აი მეტი რა არ ეხლა ხანს დავაკვირდი ზომიერება. რა თქმა უნდა, თქვენი ანგელოზების წყალობით ხდება ეს. წყალობა არის ეს დაცვა. რამდენი ისეთი არკანი ამოდის, ხო, მინდა რომ გაჩვენოთ. კარმული კარტები როგორც ასეთი. ნახეთ. არკანი შეყვარებულები, არკანი ჯაჯმენტი, გამოუძების არკანს ეძახთ ხოლმე, არკანი ვარსკვლავი, ზომიერება, კოშკის არკანი, ტოტალური ინგრევა, გასუფთავება თქვენი ენერგიების, აი მეტი რაღა უნდა ამოვიდეს მეგობრებო, ხო? ამოვდით ასევე არკანი
მაგი, არკანი, იმპერატრიცა, ორაკულიც კი ამოგივიდათ შესაბამისი პირდაპირ ორაკულის კარტი. ეს არის რაღაცა საოცარი. თქვენ ეს არ უნდა გამოგებაროთ ჩემო ძვირფას, უნდა დაინახოთ. ამდენი უმაღლესი არკანი გაშლაში არის ძალიან იშვიათი. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადიხართ და ჩათვალეთ ეხლა იტესტება თქვენი თავი სამყაროს როგორ ენდობით, როგორ კითხულობთ სამყარო, თუ ეზოთერიკოსები მიყურებთ, ან დამწყები პრაქტიკოსები, ხო არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც თქვენ მიყურებდეთ, თქვენი თავი იტესტება ახლა, თქვენ როგორ უკეთებთ ინტერპრეტაციას ნიშნებს. ცხოვრებისეულ ნიშნებს, შეიძლება კარტი არ გაშალო, მაგრამ ცხოვრებაში მოგდიოდეს ნიშნები. ხედავ კი შენ ამ ნიშნებს, რასაც სამყარო გაძლევს. ხარ შენ მზად ამისთვის, რომ წაიკითხო. სამყაროს ნიშნები წაიკითხო. აი ამაში იტესტებით ახლა. ვინც არ უნდა მიყურებდეთ. წარმატებებს ვისურვებთ, მეტი არ ვიცი რა მაქვს სათქმელი ამ გაშლაში, საოცარი გაშლაა. ძალიან ძლიერი ენერგიის პატრონები ხართ აქ. მე გეტყვით მეორე ვარიანტი, ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადიხართ. ნახოთ, მეორე კი არა და მესამე ვარიანტი. კომენტარების სოლში გამიხარდება თუ დამიწერთ. მეორე ვარიანტი. როგორ რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის? როგორ რეზონირებს? იმიტომ რომ ინფორმაციულად მართლა ძალიან მაინტერესებს რა ხდება თქვენს თავს. და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი გამოწერა რაც ყველაზე მთავარია. ნახოთ, მესამე ვარიანტი, ვინც ქანქარა აირჩიეთ ამეთვისტოსი. მესამე ვარიანტი, რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ახლა? ობობა, ობობის ქალი. თქვენი ბედისწერა იწერება ახლა ჩემს ძირფასად. ამ ორაკულზე მეგობრებო ფიზიკურად სხვანაირი საუბარი არ შემიძლია. მე მომიტევეთ კი გაუგებარია თქვენთვის, რას ვამბობ, მითხარით უბრალოდ თუ ვერ გაიგეთ. ცოტა რაღაცა ალეგორიულად მიწევს რომ ვისაუბრო. თქვენი თითოეული ქმედება, ვეცდები რომ ცოტა გავამარტივო პოზიციებით. თქვენი თითოეული ქმედება ნაყოფს გამოიღებს, რასაც გააკეთებთ. Spider-Woman საუბრობს აქ იმაზე, რომ თქვენ ხართ აბსოლუტურად დაცულები, თქვენ ხართ წარმატებულები და თქვენ ხართ დაჯილდოებული კარმულად იმუნარით ახლა, თქვენი ბედი თქვენ თვითონ შექმნათ. თქვენი ბედისწერა იწერება ახლა, თქვენი მეშვეობით და ეს არის თქვენი კარმული გაკვეთილი ახლა, როგორ შეიძლებთ თქვენივე ბედი თქვენ თვითონ დაწეროთ. ანუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ბედის შექმნა. აი ამაში გტესტავთ ახლა სამყარო. ძალიან საინტერესოა მეგობრებო. არ ვიცი, მე ესეთი გაშლა მე მგონი, ამდენი წელია ტაროლი არ მე მგონი ჯერ არ მქონია. არ ვიცი, ამ დასტის გამოა თუ რატოა, მაგრამ ძალიან მაგარია. ნახოთ. რა კარმულ გაკვეთილს გადიხართ ახლა? მესამე ვარიანტი. აი ხო ვიძახი მეგობრებო. კი. ზუსტად. თქვენ ახლა, აი ზუსტად კარტებს იგივეს მელაპარაკებიან, მიუხედავად იმისა, რომ არკანები დავამატე. თქვენი ბედისწერის შექმნაში იტესტებით. რამდენად შეიძლებთ თქვენი ცხოვრების გაწყოლას დამოუკიდებლად. დამოუკიდებლობა როგორ შეგიძლიათ? თქვენი ცხოვრების წარმართვა როგორ შეგიძლიათ? თქვენ ხო ყოველთვის გინდოდათ, რომ თქვენს ხელში ყოფილიყო თქვენი რეალობა. ხო და სამყარომ შეგისრულათ ეს სურვილი და გეუბნებათ, დიახ. შენი რეალობა შენს ხელშია და ახლა გზას უნდა გაუდგე და გაუმკლავდე იმ დაბრკოლებებს და სირთულეს, რასაც ცხოვრების შექმნა ქვია. 1000 ცხოვრებისეული სირთულე შეგხვდებათ ახლა.
იმიტომ რომ თქვენ თქვენი ბედის წერის წერა უნდა ისწავლოთ, თქვენი რეალობის შექმნა უნდა ისწავლოთ. ცხოვრება უნდა ისწავლოთ, მესამე ვარიანტი. ოღონდ შემოქმედი აქ თქვენ იქნებით. რა დაგეხმარებათ ამ კარმული გაკვეთილის გავლაში? მეგობრებო, ეს არკანი. შევწყვიტო. თუმცა აქამდე რა არკანიც ამოვიდა, აუცილებლად გაგიჟღერებთ და ამით დასრულდა გაშლა. თქვენი რა დაგეხმარებათ აი ამ კარმული გაკვეთილის გავლაში? დაგეხმარებათ შეკითხვების დასმა, დაგეხმარებათ მოდი ვიტყოდი თქვენივე ავტორიტეტებთანაც კი შეკითხვების დასმა. აი მე ცოტა თავს გავკადნიერდები და ნებას მივცემ და გითხრათ, რომ ეჭვი შეიტანეთ იმაში, რისიც გწამთ, რისიც გჯერათ და რა პრინციპებსაც მიყვებოდით და ინდობოდით თქვენთვის საპატივცემო ადამიანებისაგან, ხო? ან რელიგიებისაგან, რწმენებისგან, ფილოსოფიებისაგან. რისიც ესე ბრმად გჯეროდათ, დასვით შეკითხვები. ისწავლეთ, განვითარდით, ინფორმაცია მიიღეთ. ცხოვრება ისწავლეთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენით. მიმყოლე კი არ იყოთ რომელიმე ავტორიტეტის. თავად გახდით საკუთარი თავის ავტორიტეტი. აი ამას გეტყვით მესამე ვარიანტი და აი ამით დაგსრულდა ჩვენი გაშლა. მადლობა სიხდით მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის. საოცარი გაშლა იყო. საოცარი გაშლა იყო. დამიკომენტარეთ. რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის სიტუაციურად თუ მომიყვებით თქვენს ისტორიებს, ძალიან გამიხარდება. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება თუ გააზიარეთ, აი ძალიან მადლიერი ვიქნები თქვენით. უღრმესი მადლობა ყველა იმ კომენტარს ვკითხულობ, მეგობრებო, რომელსაც თქვენ მიწერთ ველში, შეამჩნევდით ალბათ, რომ აბსოლუტურად ყველას ვკითხულობ. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის კი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, რაღაცა პერიოდი ვფიქრობ, აი ამ ფორმატში მომიწევს სიმართლე გითხრათ მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცა აი ეხლა ცხოვრების ამ ეტაპზე ესე უფრო კომფორტულია ჩემთვის, მხოლოდ მაგიტას რომ ხედავდეთ. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვეულებრივადაც ჩაგირთვებით ხოლმე. მაგრამ რატომაც ეხლა ესე კომფორტულია ამ მომენტში ჩემთვის. წარმატებებს გისურვებთ, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით.